ძალიან სამწუხაროა, როდესაც გარკვეული ადამიანთა ჯგუფი, რომელიც არის აბსოლუტურად მართული და რომელთაც აქვს გარკვეული დავალებები, რა თქმა უნდა, ეს როგორც ქვეყნის შიგნით ძალებისგან, რომელიც ქვეყნის გარედან იმართებიან და დღეს, როდესაც არის ესეთი მძიმე დღე, ასევე არის ეკლესიურად ჩვენთვის ქრისტიანებისთვის ნებიშვიდეული. დიდი ხუთშაბათია. დღეს უნდა ხდებოდეს რაღაცა თავშეკავება, მეტი სოლიდარობა, მაგრამ სამწუხაროდ ამ ადამიანებს ეს არ გააჩნიათ ეს კულტურა და ბუნებრივია ამასთან დაკავშირებით მეც ვერაფერს ვერ გეტყვით. აბსოლუტურად ვეთანხმები ძურა ბაბაშიძეს, მაგრამ ამ შემთხვევაში მე უგულისხმობ ადამიანებს, რომლებიც გამგეობაში მუშაობენ და მივიდნენ და პროვოკაცია მოაწყეს და სცემეს იქ შეკრებილი მოქალაქეები და დაასისხლიანეს და შევაწყობა მიაყენეს და ანუ ეს არიან ადამიანები, რომლებიც გვესაუბრებიან თან იმაზე, რომ საკრალური დღე არის, ქრისტიანულად უნდა მიუდგეთ ყველაფერს, გავერთიანდეთ და კულტურა უნდა გამოვიჩინოთ და ასე შემდეგ და ამ დროს დავალებას აძლევენ თავიანთ დაქვემდებარებაში მყოფ ადამიანებს და ხელფასებულ ტიტუშკებს იმისთვის, რომ მივიდნენ და საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც გამოხატავენ თავიანთ უკმაყოფილებას, თავს დაესხან. ზოგადად რო ვილაპარაკოთ რა მოხდა დღეს რუსთაველზე, იქ ჩვენ ვიხილეთ ბექადავითულიანთან მომხდარი ინციდენტი, ვიხილეთ როგორ მივიდნენ პრეზიდენტად დასმული ზებრა და ივანიშვილის პაჟი ირაკლი კობახიძე და როგორ შეამკეს მემორიალი ტიტებით და ხალხის აღშფოთება აი ამ ადამიანების იქ მისვლასთან დაკავშირებით არის აბსოლუტურად ლეგიტიმური. 9 აპრილი გარდა იმისა, რომ საკრალური და სამგლოვიარო დღე არის, ეს არის ბრძოლის დღე. ეს არის დღე, როდესაც ქართველმა ხალხმა აჩვენა, რომ არ გატყდება და ისინი მზად არიან, რომ ტანკსაც კი გადაუდგნენ წინ. ამის კადრების ნანახი გვაქვს ჩვენ. ინდივიდუალური გმირობა იქნება ეს თუ ჯგუფური გმირობა, ქართველ ხალხს თავის ისტორიაში არასოდეს არ ეშლებოდა და იყვნენ კი სამწუხაროდ ის ადამიანები, რომლებიც ლახვარს სცემდნენ ქართულ ხალხს და აი ეს ადამიანები არიან დღეს ისინი, ვინც მივიდნენ ვითომ რომ პატივის მისაგებად და სინამდვილეში ემსახურებიან იმ ადამიანს, რომელიც 9 აპრილის შემოქმედის პარტნიორი იყო პოლიტიკურ და ბიზნეს დაფინანსების ამბავში ბიძინა ივანიშვილს, ადამიანს და პოლიტიკურ ძალას, რომელმაც გაბედა მაგალითად სულ ახლახანს ეგერ ბათუმში გახსნილა მემორიალი თუ მემორიალთან დაუმატებიათ რაღაცა წარწერა, რომელზეც წერია, რომ 9 აპრილის მოვლენების პერიოდში დაღუპული ადამიანებიო, აქვე ჩვენ ვნახეთ, რომ მაგალითად იმედზე ის რაღაცა პროპაგანდისტული პოსტი დადეს, სადაც არის, რომ სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა აქციის წევრებსა და 9 აპრილის მოვლენების მონაწილე ადამიანებს შორისო. ანუ აი აქ მთავარი ამ შემთხვევაში ეს არის, რომ იმედიც ირჩევს, რომ 9 აპრილის მოვლენები უწოდოს იმ ტრაგედიას, რომელიც მოხდა 1989 წელს და მე რო ჩართავ ამ ვიდეოს, ეს თავისთავად პროპაგანდისტული ვიდეო არის და ნახავ იქ, რომ ძალიან მშვიდად ესაუბრება ერთ-ერთი აქტივისტი და ეუბნება ძალიან წყნარად უხსნის ადამიანს, რომ მე გირჩევთ, რომ თქვენ არ ელაპარაკოთ ამ ტელევიზიებს, რომლებიც ემსახურებიან რუსულ საქმეს და მე ვფიქრობ, რომ აუცილებლად უნდა შევახსენოთ ჩვენს მოქალაქეებს, რომლებმაც შეიძლება არ იცოდნენ და რაღაც მომენტში დაბნეულები არიან, რომ მაგალითად აი ეს პროპაგანდისტული არხები, რომლებიც ემსახურებიან იმას, თუ რასაც აკეთებს დღეს ქართული ოცნება თავისი პროპაგანდით და მათ შორის ეს ყველაფერზე ისახება. მათ შორის განათლების რეფორმაშიც კი აისახება რუსული საქმე. იმიტომ რომ ჩვენ ვხედავთ და ეს არის აბსოლუტურად გამიზნული სპეცოპერაცია პირდაპირ ჩვენ შეიძლება ვთქვათ, რომ როდესაც ქართული ოცნება ცდილობს იმას, რომ მთლიანად გამოშიგნოს ქართული საგანმანათლებლო სისტემა, რაც მერე ხელს შეუშლის ქართველ სტუდენტებს, რომ სწავლა გააგრძელონ დასავლეთში, ამავე დროს იხსნება რაღაცა ეს რუსული პროგრამები, რომლებიც უფასოდ ეპატიჟებიან ქართველ სტუდენტებს, თუ რაღაცა პროფესია იქნება, რომელზე ჩაბარებაც გინდა და ამ დროს არ არსებობს ამისი კვოტები, ან მაგალითად არ გაქვს იმის საშუალება, რომ შენმა ოჯახმა გაგიშვას სხვა ქალაქში, ამ დროს რუსეთი შემოგთავაზებს იქიდან ქოცების ხელით, რომ მოდი ჩვენთან უფასოდ წამოდი რუსეთში, ჩვენ დაგიფინანსებთ ცხოვრებას, სწავლას, ჭამასმას და ყველაფერს აბსოლუტურად და ისწავლე აქ და იყავი. და ამ დროს ევროპაში გადაკეტილი გაქვს მთლიანად გზა, უბრალოდ იმიტომ, რომ მთლიანად სისტემა ისე შეცვალეს, რომ იქ შეუძლებელი გახდება პროცედურულად, რომ რაღაცას განათლების სისტემაში ჩაჯდე. აი ამაშიც კი რომ გამოიხატება რუსული საქმე, ეს ხალხი რომ მიდის და რამდენი ტიტებითაც არ უნდა შეამკოს ეხლა ირაკლი კობახიძემ და ზებრა ყაველაშვილმა მემორიალი, ეს ვერასოდეს ვერ შეიცვლება ის ფაქტი, რომ ეს ხალხი ყოველთვის დარჩება საქართველოს ეროვნულ მეხსიერებაში ადამიანებად, რომლებიც ემსახურებიან იმ ხალხს, რომელიც შემოვიდა საქართველოში და საქართველოს მოქალაქეები თავისუფლების მოთხოვნის გამო დაჩეხა სასანგრე ნიჩბებით. თან ეს არის ის ხელისუფლება,
ოცნება, რომელმაც აქციების პერიოდში ნახეთ რა დამართა და როგორ იძალა საკუთარ მოქალაქეებზე და ადამიანები ყვებიან თუ როგორ ექცეოდნენ მათ მარშრუტკებში რომ ჩატენდნენ და კადრები გვაქვს ჩვენ ნანახი იქ რომ როგორ ურტყავენ წიხლებს სახეში ძირსდაცემულ ქართველებს პოლიციელები აი ამ ხელისუფლების დავალებით და აი ამ ხალხს არანაირი მორალური უფლება, არანაირი მორალური პედესტალი არ აქვს იმაზე რომ თურმე შეუძლიათ რომ ვიღაცა დაამონათონ იმაზე რომ როგორ გაბედეს რომ თურმე ესე წმინდა დღეს მაშინ როდესაც წინასწარ თვითონ თავიანთი აქტივისტები და ტიტუშკები მიაგზავნეს ძალადობისთვის რომ თურმე ხმა მოიღეს და ხმა იმაღლეს იმ ხელისუფლების წინააღმდეგ რომელიც აი ამ ყველაფერს აკეთებს მთელი სახელისუფლებო სახეების მესიჯ ბოქსი ეს იყო ეს რაღაც დამშვიდებულად ლაპარაკი იმაზე გაერთიანებაზე და არ უნდა ვიყოთ დაყოფილები და ვიღაცა რამდენიმე პროვოკატორი თურმე პროვოცირებს და ამ დროს მე გადართავ იქ და ნახავ სხვადასხვა პროპაგანდისტულ არხებზე და როგორ მოიხსენიებენ იმ ხალხს რომელიც შეკრებილი ან საერთოდ არ იყო ამ დღის მაგალითად იქ მისული იმ აქციაზე საერთოდ არ ჩანდა მაგრამ აი ყველას აბსოლუტურად ყველას ვისაც კი რამე ოდესმე უთქვამს ქართული ოცნების საწინააღმდეგოდ აბსოლუტურად ყველას მიაყენეს შეურაცხყოფა სულ ბილწს იტყობენ სულ ვიღაცას აკნინებენ სულ ვიღაცას ცდილობენ რომ დაამცირონ აი ეს ხალხი გველაპარაკება მე თურმე ქრისტიანობაზე სოლიდარობაზე გაერთიანებაზე ანუ ხალხი რომელიც მე რო წაუყენებ ამ პრეტენზიას და რო ეუბნები რომ შენ რო ხელისუფლება გახარ და შენ უნდა გვაჩვენო იმის მაგალითი რომ ნორმალურად იქცევი და შენ ამ დროს ძალადობ როგორც ფიზიკურად ასე ვერბალურად ასევე სამართლებრივი სისტემით გეუბნებიან რომ ამბო ეხლა თქვენ რო იქ რაღაცა რუსეთს და მონებს გვეძახით აბა ჩვენ რა ვქრათ აბა არ გიპასუხოთ ესე და თელამ სახელმწიფო მანქანას ამუშავებენ შენზე მე იქ ნახეთ ჩვენ რომ მაგალითად ყველამ გაიხსენა აბსოლუტურად ის თუ როგორ იცეკვა ვიღაცამ 9 აპრილის მემორიალზე და კახაკალაძე გვეუბნება იმას რომ თურმე დღეს ისეთი ვითარება არის ქვეყანაში რომ კორუფციული გარიგებები რო ხდება მაგაზე პასუხისმგებლობას იმ დონეზე ვერ აიღებს რომ საკუთარ შვილზეც კი ვერ ავიღებო პასუხისმგებლობასო მაგრამ აი ერთმა ადამიანმა რომ რამდენიმე წლის წინ იცეკვა მემორიალზე მაგას ახსენებენ და მაგი წამოაძახის და მაგაზე პასუხისმგებლობას აკისრებენ აბსოლუტურად ყველა ადამიანს რომელსაც რაიმე ტიპის პროტესტი უჩნდება ქართული ოცნების მიმართ ფარისეულობაზე ლაპარაკობენ და უტიფრობაზე აი ეს არის რომ ეს ხალხი რომელიც გეუბნება იმას რომ მე თბილისის მერი საკუთარ შვილზეც კი ვერ ავიღებ პასუხისმგებლობას და ამ დროს ვიღაცა ერთი ადამიანის ცეკვის გამო მთელი პროპაგანდისტული მანქანა ლაპარაკობდა იმაზე რომ თურმე აი ეს ხალხი რომელიც დგას ეხა რუსთაველზე შეურაცხყოფას აყენებენ 9 აპრილს ის ხალხი არა რომელიც რუსეთისკენ მიაქანებს ქვეყანას ეგ ხალხი არა აი ის ხალხი ერთმა ადამიანმა რო იცეკვა და მაგის გამო რომ თურმე ყველას კოლექტიური პასუხისმგებლობა აქვს კიდევ ერთხელ ვიმეორებ როგორი დამწუხრებული სახითაც არ უნდა მივიდეს იქ მიხეილ ყაველაშვილი და როგორი მოჩვენებითი მოწიწებითაც არ უნდა დადოს 9 აპრილის მემორიალთან ირაკლი კობახიძემ ტიტები თქვენ რა პროპაგანდაც არ უნდა აწარმოოთ მაგ ქვეყანაში და როგორი ჩრდილოეთ კორეის სტილში პროპაგანდაც რომ ჩართოთ მან და მასე რომ მოინდომოთ ისტორიის გადაწერა მაინც მოვახერხებთ ადამიანები იმას რომ თქვენი ნამდვილი სახე შემოუნახოთ ეროვნულ მეხსიერებას და ყველას გავაგებინოთ ოდესმე წლები და საუკუნეები რო გავა ყველას ახსოვდეს ის რომ ამ ქვეყანას მაგ პერიოდში მართავდა ადამიანი რომელიც ემსახურებოდა 9 აპრილის შემოქმედის პოლიტიკურ კარიერას და მისი ქვეშევრდომები რომლებიც რუსეთისკენ მიაქანებენ ქვეყანას დღეს გვესაუბრებიან რაღაცა მორალზე და პატრიოტიზმზე და კიდევ ვიღაცებს უწოდებენ უსამშობლოებს თან იმის ფონზე როცა თავიანთ ტიტუშკებს აგზავნიან ხალხის საცემად